მოგესალმები კიდევ ერთხელ. ამ წუთებში თორნიკე რიჯვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას ბათუმში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია? იგი ეცი ტელეფონ ხელი მიცი რა. შვიდი მაღალჩინოსანი დააკავეს თქვენი განსაკუთრებით. რამდენიმე წელი მოხდა ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული არის რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ სარგებლობს ხელშეუხებლობით, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავუცვადოთ დანაშაულობის პრეზუმპცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების ასრულებას. ასევე მინდა განმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და ჩვენი მკვლებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნით და კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. თქვენ ამ საქმეს გულისხმობთ, როცა 2-3 კვირის წინ თქვით, რომ მიმდინარე საქმეები იყო და მათ შორის კორუფცია ახსენეთ და ის რომ ხელისუფლება ხელს არავის არ დააფარებდა, იყავით ინფორმირებული ამ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით? ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ გქონდათ რამე სახის თანამშრომლობა ამ თემაზე სამართალდამცავ ორგანოებთან? ჩვენების მიჩემის. როგორც გითხარით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვითანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების ასრულებას, ამავე დროს უნდა დავუცვადოთ დანაშაულების პრეზუმპცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დიდი მადლობა. რატომ აკეთებთ აქციას ამ პრეზუმპციის დარღვევაზე? ეს იყო თორნიკე რიჯვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით.